გაგრაზე შეტევა 1992 წლის 1 ოქტომბერს საღამოს 6 საათზე დაიწყო. 2 ოქტომბერს მტერმა ქალაქი ალყაში მოაქცია. ქართველმა მოსახლეობამ გაგრა დატოვა. 5 ოქტომბერს მტრის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები, ჩრდილოკავკასიელი კონფედერატები, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ეგრეთ წოდებული აფხაზური გვარდია. ერთიანი ძალისხმევით განთიადი ლესელიძის მონაკვეთი აიღეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბერი ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. გაგრის მოვლენებს ყოველწლიურად იხსენებს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონში გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა. პარტიის მივაგებთ ყველა დაღუპულს, ვინც შეეწირა გაგრის ტრაგედიას, განსხვავდა პარტიის მივაგებთ მათ სულებს, ყველას, ვინც თავისი სიცოცხლე შეეწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. მინდა ყველა გაგრილს მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ ესეთი დამოკიდებულებით, ასეთი მიდგომით ერთიანდებიან აი ამ ტრაგედიის ირგვლივ და ერთად ეკლესიასთან, ჩვენ მამალევანთან ერთად და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი ეკლესიის მრევლს და მოძღვარს. ეს არის უაღრესად ტრაგიკული დღე. 27 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ეს არის შემაძწუნებელი ტკივილი ყველა ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით ეს ყველა დევნილი აფხაზეთელისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი საქართველო ძალიან მალე იქნება ერთიანი, მყარი და ძლიერი და მათი სულები გაიხარებენ. ეს ტრაგედია იყო ყველა ჩვენთაგანისთვის გამანადგურებელი. ომმა გაანადგურა ყველა აფხაზეთის მოსახლე მაცხოვრებელი ადამიანის ოჯახები, მათი ცხოვრების წესი და აი ამ 27 წლის შემხედვარეს ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანა და ჩვენი ოჯახები შევქმნათ ერთიან, ძლიერ და სამართლიან გარემოში. მინდა მიუსამძიმრო ყველა იმ ოჯახის წევრს, ვისაც დაეღუპა 27 წლის წინ ამ დღეს მათი ოჯახის წევრები და ეს იყო საშინელი და შემაძწუნებელი ტრაგედია. ჩვენ მათ სულის მოსახსენებელ არაკლის წირვას თუ მათი სულის ადიდებელს ყოველთვის აღვავლენთ ჩვენი ილორის ტაძარში, ჩვენ სულიერების ცენტრში, სადაც მჯერა და მწამს, რომ ამ ტაძრის მშენებლობით ძალიან მალე დადგება ჩვენი დაბრუნების დღე, ჩვენს აფხაზებთან ერთად თანაცხოვრების. მოგვიანებით საზოგადოებამ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. მათ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ეს ჩვენთვის არის გაგრელებისათვის და მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობისათვის ტრაგიკული დღე. 27 წელი გავიდა ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ და ჩვენ სამწუხაროდ ისევ აქ თბილისში ვიმყოფებით, იქ სადაც ჩვენი გმირების მონუმენტია გახსნილი, ვინც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა აქედან მოუწოდო საქართველოს დედაქალაქიდან ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე, მოვიდა იმის დრო, რომ ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ ერთად. ძალიან მძიმე დღეა, სამწუხაროდ ასეთი დღეები ჩვენ არ გვაკლია. 5 ოქტომბერს ყოველწლიურად აღენიშნებოდა გაგრაში დაღუპული ადამიანების ხსოვნის დღე. უმაღლესმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ამ დღის მნიშვნელობა კიდევ უფრო გააფართოვა და ჩვენ ამ დღეს დავარქვით ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. 3 წელიწადია ჩვენ სწორედ ასე აღნიშნავთ ამ დღეს. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ 5 ოქტომბერს პატივი მივაგოთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ იმ აფხაზებსაც, რომლებიც აი ამ ომის და საერთო გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ. ეს გენოციდი, რა თქმა უნდა, აფხაზებს არ მოუწყვიათ, რა თქმა უნდა, ქართველებს არ მოუწყვიათ. ეს ჩვენმა საერთო მტერმა მოაწყო. ჩვენ ერთმანეთის ჭირის უფლები უნდა გავხდეთ პირველ რიგში და სწორედ დღევანდელი დღე ამას ემსახურება. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ არა მხოლოდ დაღუპულ ქართველებს, არამედ დაღუპულ აფხაზებსაც.